პიტერ ბრეიგელის ეს პეიზაჟი ერთი შეხედვით მიმზიდველ ბუნებასა და გლეხების ყოველდღიურ ყოფიერებაზეა. აქ შეხვდებით მხიარულად მოცეკვავე გუნდს, მამაკაცს, რომელიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს რატომღაც პირდაპირ ამ გუნდის წინ იკმაყოფილებს. აქვე ვხედავთ აღმართულ ჯვარს, რომელიც ამ სოფლის მაცხოვრებელთა რელიგიურ გრძნობებზე მიგვანიშნებს. ირონიულია, რომ სწორედ ამ ჯვრის გვერდზე არის აღმართული სახრჩებელო, რომელზეც კაჭკაჭი შემომჯდარა, ენატანიობისა და ლაქლაქის სიმბოლო. მართალია სახრჩებელოზე დღეს არავინ ჰკიდია, თუმცა ეს უზარმაზარი კონსტრუქცია მხატვარმა შიშისა და მუდმივი ტერორის სიმბოლოდ შემოგთავაზა ნახატის ცენტრალურ ნაწილში. მათ წინ მხიარულად მოცეკვავე გლეხების გუნდი კი სიმბოლოა იმისა, თუ როგორ მოახერხა ადამიანმა არ დაინახოს საშინელება. ამით ავტორი გვაჩვენებს, რომ ყველაზე დიდი უბედურება არა ბოროტება, არამედ ამ ბოროტებასთან შეჩვევა. იმდენად, რომ მას უკვე ჩვენს გვერდით ვეღარც ვამჩნევთ. ვცეკვავთ, ვერთობით, ბუნებრივ საჭიროებებს ვიკმაყოფილებთ და ვდუმვართ. და ჩვენ დაუნებურად ჩვენივე დუმილით სიმახინჯის თანამონაწილეები ვხდებით.